დღეს მინდა ვისაუბრო იმ სხვაობაზე, რომელიც აქვს WordPress.com-ს და WordPress.org-ს. ეს სხვაობა არის ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ რამდენჯერაც შევამჩნიე არასწორმა შერჩევამ პროექტი ან შეაჩერა, ან გაახანგრძლივა მისი დრო და ხშირ შემთხვევაში ბევრი ადამიანის დამწყების უფრო რა თქმა უნდა და ცალსახად დამწყების იმედგაცრუება გამოიწვია და თითქოს ბევრ სირთულესთან ჰქონდათ შეხება. გააკეთეთ სწორი არჩევანი. დღეს არ ვისაუბრებ იმაზე, რომელი ჯობია, თუმცა ბოლოში რა თქმა უნდა ვიყენებ ვიტყვი, რომელს ვიყენებ უკვე 10 წელია მე და ძალიან კმაყოფილი ვარ. არჩევანი თქვენ თვითონ გააკეთეთ, თქვენ თვითონ შეხედეთ. მთელი ეს ინფორმაცია ინტერნეტში დევს, მათ ოფიციალურ საიტებზე წერესო იქნება კომენტარებში თუ დაწერთ, რა გადაწყვეტილება მიიღეთ და იყო თუ არა ეს ვიდეო თქვენთვის სასარგებლო. ისე პრინციპში ვფიქრობ, რადგან უყურებთ თქვენ ამ ვიდეოს, ეს თემა თქვენთვის საინტერესოა და ამ თემის გარშემო ვსაუბრობ მე ჩემს არხზე და კარგი იქნება თუ გამოიწერთ და ამ ვიდეოსაც მომიწონებთ თუ რა თქმა უნდა მოგეწონებათ. გადავიდეთ ახლა თვითონ ოფიციალურ საიტებზე. ეს არის ოფიციალური საიტი WordPress.com-ის, აქ არის ოფიციალური საიტი WordPress.org-ის. როგორც ასეთი აქ ამ საიტებზე არ არის ესეთი სხვაობა გაკეთებული და არ მიგვანიშნებენ რომელი ჯობია ან რომელი არ ჯობია და სხვაობა, მაგრამ ჩვენ გვაქვს ყველა ინსტრუმენტი ონლაინ, ესე ვთქვათ, ინფორმაცია გვაქვს ონლაინ, რომ შედარება ჩვენ თვითონ გავაკეთოთ. როგორც უკვე გითხარით, მე გავამახვილებ ყურადღებას ჩემი აზრით იმ ძირითად სხვაობაზე და სხვა უფრო დეტალური თქვენ თვითონ შეგიძლიათ ნახოთ ამ საიტებზე, რასაც ნახავთ. აი აქ ამ ჩანაწერში რასაც ნახავთ. ესე იგი, ფასებს რაც შეეხება, გადავიდეთ ფასებზე. აქ ჩვენ გვაქვს ფასები WordPress.com-ზე, რომელიც იწყება $4-დან და წლიური გადასახადი გამოდის $48. გვაქვს სხვადასხვა პაკეტები და აქ ჩამონათვალი არის თუ რა შედის. როგორც გითხარით, დეტალებში ძალიან დიდი სხვაობა არის, ამიტომ თვითონ ამ პაკეტებშიც არის სხვაობა, ამიტომ აი ამ ღილაკს დააჭირეთ და უფრო დეტალურად ნახავთ სხვაობას. მე მინდა გადავიდეთ ჩემს სლაიდზე და ამ სლაიდზე გაჩვენებთ იმ დეტალებს, რომელიც ჩავთვალე, რომ მნიშვნელოვანი იყო შედარებისთვის. განვიხილავ hosting და domains, კონტროლი და ფუნქციონალი, პლაგინები და თემების არჩევანი, ონლაინ მაღაზია და ქართული პლაგინები, page builder-ებს, უსაფრთხოება და განახლებები და ტექნიკური მხარდაჭერა. ზოგადად ამ სვეტს ფუნქციები დავარქვი, შეიძლება ზუსტად არ გამოხატავს, მაგრამ დაახლოებით მიხვდებით რაზე არის საუბარი. აქ ყველა ფუნქცია აქვს ჩამოწერილი. აქ გვაქვს WordPress.com-ი, აქ WordPress.org. ამ სურათს ჩავკეცავ. WordPress.org. ესე იგი, გადავიდეთ hosting-ის საფასური წელიწადში. WordPress.com-ზე გვაქვს შენ როგორც გითხარით რამდენიმე პაკეტი და აი დღევანდელი კურსით დაახლოებით ახლა პლუს მინუს რამდენიმე ლარში გამომეკიდება რავინ 291 ლარიდან იწყება, შემდეგ მოდის ეს 852 ლარიანი, 1515 ლარიანი, დამოკიდებული არის იმ ფუნქციონალზე, რაც ჩვენ გვჭირდება. WordPress.org-ის შემთხვევაში ჩვენ ვიყენებთ პაკეტს 240 ლარიდან და უკვე ეს hosting-ზეა დამოკიდებული, რა თქმა უნდა, ფასები და იმას დამოკიდებული თუ რა გჭირდება თქვენ რა მოცულობის დაუშვათ და რა სიხშირის სირთულის თუ რა. hosting-ებს, აი მინდა გაჩვენოთ hosting-ების საიტზე მინდა გადავიდე. hosting-ებს აქვთ hosting-ზე სხვა ფასები, აქ მაქვს გახსნილი Pro სერვისი და დაუშვათ მინიმალური მისაღები ჩემი აზრით, რომელზეც ვიმუშავებდი და რომელზეც ვმუშაობ არის 20 ლარი თვეში და ეს გამოდის, აი როგორც იქ ცხრილში მაქვს 240 ლარიდან წელიწადში. აი აქ არის ეს მონაცემები ჩამოწერილი. აქ გვაქვს ჩვენ Hostnotes-ის hosting-ი. აქაც დაახლოებით ისეთივე ფასები არის, როგორც ხედავთ, აქ ჩამონათვალი არის. შემდეგი პაკეტი არის დაუშვათ 35 ლარიანი, რაც გამოდის 420 ლარი წელიწადში. აქაც პრინციპში ესეთი მომენტია. Hostnotes-ის
შემთხვევაში არ ვიცი დომენი არის თუ არა უფასოდ, მაგრამ Pro Services შემთხვევაში 1 წლის გადახდით, ანუ 420 ლარის გადახდით, ქართული დომენი G გადმოგეცემათ 1 წლით უფასოდ და რამე დეტალები თუ არა, რამე ცვლილება თუ არის, მაინც კარგი იქნება Pro Services ტექნიკურ სამსახურთან გაარკვიოთ ყველა დეტალი, ან host notes-ის რაც დაუშვათ კიდევ უფრო მეტად გჭირდებათ რომ იცოდეთ. გადავიდეთ ისევ სლაიდზე და გადავიდეთ შემდეგ დეტალზე. დომენის საფასური, ქართული დომენის საფასური დღესდღეობით არის 50 ლარი და როგორც უკვე გითხარით, 1 წლის გადახდისას WordPress.com-ზეც არის დომენი 1 წლით უფასოდ, მაგრამ აი არ ვიცი ქართული დომენი აქვს თუ არა მათ, არ მომეცა საშუალება რომ გამერკვია, მაგრამ ვიცი რომ hosting-ზე 420 ლარიანი პაკეტის აღებისას როგორც უკვე გითხარით, ქართული დომენი შეგიძლიათ აიღოთ უფასოდ. თუმცა თუ არ გინდათ ქართული დომენი და ეს უკვე დეტალები გაარკვიეთ, მაგრამ სხვა დავუშვათ com დომენი, org დომენი, net დომენი შეგიძლიათ რა თქმა უნდა ამაზე მიამაგროთ, მაგრამ WordPress.com-ის შემთხვევაში მე არ ვიცი ქართული დომენის მიმაგრება არის თუ არა შესაძლებელი, როგორც უკვე გითხარით. ეს ასევე შეგვიძლია ვნახოთ და შევადაროთ ეს დეტალები აქ, თვითონ საიტზე გადავიდეთ WordPress.com-ის და აი აქ არის ჩამოთვლილი ყველა დეტალი $4, ესე იგი აქ გვაქვს $8, $25 და $45. აი აქ არის ჩამოწერილი ყველაფერი, შეგიძლიათ ამას დავლინკავ, შეგიძლიათ თქვენც დაგუგლოთ, ნახოთ. მე პირდაპირ სლაიდზე გადავალ, იქიდან უფრო მოსახერხებელია ჩემი აზრით გაჩვენოთ. კონტროლი და ფუნქციონალი. ესე იგი WordPress.com-ზე თქვენ შეზღუდული ხართ კონტროლში, ნიშნავს რას, რომ ის ცვლილებები რაც გინდათ შეიტანოთ ხო საიტზე, მაგაში შეზღუდული გაქვთ, არ გაქვთ საშუალება რომ სრულად დავუშვათ რაღაცა ისწავლეთ, რაღაცა გატესტოთ, რაღაცა გააკეთოთ. და ფუნქციონალშიც შეზღუდული არის დეტალები ისევ და ისევ მათ საიტზე დაადგინეთ, მაგრამ გადავალ WordPress.org-ზე, რომელიც შეგიძლიათ გადმოიწეროთ საიტიდან და დააყენოთ hosting-ზე, როგორც უკვე ვილაპარაკეთ და მან უკვე ფაქტიურად სრული თავისუფლება გაქვთ თქვენ და თავისუფლება, რა თქმა უნდა, გულისხმობს პასუხისმგებლობასაც. სრული თავისუფლება და პასუხისმგებლობა გაქვთ თქვენ, გააფუჭებთ, გააკეთებთ, ისწავლეთ თუ რას იზამთ, ყველაფერი თქვენზეა. რაც შეეხება პლაგინებს და თემებს. WordPress.com-ზე პაკეტების მიხედვით არის განსხვავება თუ რომელი პლაგინების და თემების დაყენება შეგიძლიათ, მაგრამ საერთო ჯამში საკვანძო სიტყვა არის შეზღუდვა, შეზღუდული ხართ აქაც, ვერ დააყენებთ იმას, რაც დაუშვათ შეგიძლიათ, აი სადღაც მოიციოთ, მოგეწონათ რაღაცა თემა, არ დაგაყენებინებენ ან პლაგინი, არ დაგაყენებინებენ ამას, ესეც თავიდანვე აუცილებლად გაარკვიეთ, დაუშვათ თუ ფიქრობთ, რომ მაინც და მაინც com-ზე გადახვიდეთ, აი ეს თემა და ეს პლაგინი, ან ის ნაკრები, რომელთაც თქვენ მუშაობთ, გამოგადგებათ თუ არა ამ com-ზე, რომ მაინც რაღაც თანხასთან ტყუილად გადახდა არ გამოვიდეს. WordPress.org-ის შემთხვევაში რაღაცა სასწაული და კატასტროფა პლაგინი და თემა თუ არა, რომელიც ბლოკავს და აფუჭებს ყველაფერს, რა თქმა უნდა, ამაზე შეზღუდვა არ არის. არა, აი იმ თემაზე შეიძლება იყოს შეზღუდვა, აი თემაზე იმ პლაგინზე დაუშვათ რაღაც რა აღმოჩნდა, რომ ან ვირუსულ კოდს შეიცავს ან რაღაც, მაგრამ ზოგადად ვამბობ, ის სერიოზული თემები და პლაგინები, რომლებიც ხარისხიანი არის და არის უთვალავი, ჩემი აზრით, იმიტომ უთვალავი, იმიტომ რომ ვერ დავითვალე რამდენია და თუ დავითვალე და ხვალ კიდევ ემატება რაოდენობა. აქ არ ხართ შეზღუდული, შეგიძლიათ ნებისმიერი დაინსტალიროთ, რაც თქვენ მოგეწონებათ, რა თქმა უნდა, საუბარი არის იმაზე, რომ ზოგიერთი ფასიანი არის, ზოგიერთი უფასო არის და ამის შესახებაც აუცილებლად წინასწარ უნდა გქონდეთ ინფორმაცია, გიღირთ თუ არა დაუშვათ აი ამ თანხად, ამ რაღაცის შეძენა, რომ მე თავისუფლად დააყენოთ ის hosting-ზე და რა პირობებით უნდა შეიძინოთ ეს. Online მაღაზიას რაც შეეხება, ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ნახოთ WordPress.com-ის შემთხვევაში მხოლოდ 1015 ლარიანი პაკეტი რაც არის წელიწადში, მხოლოდ მანდ შეგიძლიათ მაგის დაყენება, აგერ შევხედოთ, გადავიდეთ საიტზე და WooCommerce აი აქ წერია, შეგიძლიათ გამოყენება მხოლოდ აი ამ პაკეტიდან, რაც წელიწადში გამოდის $540 და უხეში კალკულაციით ლარზე გადაყვანისას გამოვიდა 1015
ლარი წელიწადში. ნუ ამის გარდა ხო გჭირდებათ კიდევ რაღაცა დეტალები. ჰოსტინგის შემთხვევაში ონლაინ მაღაზიის გაკეთება შეგიძლიათ 240 ლარიან პაკეტზე და ზევით, იმის მიხედვით თუ რა მოთხოვნა გჭირდება, თორე არ ვამბობ რომ 240 ლარი საკმარისი იქნება, მაგრამ არის ისეთი ტიპის მარტივი ონლაინ მაღაზიები, რომელთა საიტზეც მოხმარებელთა დიდი რაოდენობა ერთდროულად არ შედის, რაღაცა ბუმი და რაღაცა არ არის გამოწვეული, შედის დაუშვათ ერთი მოხმარებელი საათში 2-3 ხო რაღაცა ნუ ციფრები ესე ზუსტად ვერ გეტყვით, იმიტომ რომ მარტო პაკეტზე არ არის დამოკიდებული, საიტზეც არის დამოკიდებული, საიტის კოდზეც, უბრალოდ ერთმანეთში ეს აუცილებლად გასარკვევი არის, მაგრამ დაახლოებით ვამბობ, რომ 240 ლარიანი პაკეტიდან შეგიძლიათ გამოიყენოთ უპრობლემოდ. რა თქმა უნდა, გავიმეორებ, რომ თუ რაღაცა ესეთი მნიშვნელოვანი პროექტია და უფრო დიდია, კონსულტაცია გაიარეთ ჰოსტინგის ტექნიკურ სამსახურთან და პაკეტზე შეთანხმდით, რომელი ჯობია. კი ბატონო. ონლაინ მაღაზიისთვის რაც არის საჭირო ქართული პლაგინები, აი ესეთი როგორიც არის მაგალითად გაჩვენებთ, ეს არის Plug and Pay, ხელსაწყოები ონლაინ მაღაზიისთვის. აი ამის დაყენება თქვენ WordPress.com-ზე არ შეგეძლებათ, იმიტომ რომ არ ვიცი წესები შეიცვალა თუ არა ხა ამ კონკრეტულად ამ მომენტისთვის, მაგრამ შარშან მქონდა შეხება, მოვიკითხე და რაღაცა პრობლემად შექმნეს და მოკლედ უბრალოდ ინტერესისთვის ვიკითხე და აღარ ჩავძიები ვარა. მაგრამ ნუ ჩავთვალოთ, რომ დაუშვათ ამ მომენტისთვის არ გვაქვს ჩვენ ინფორმაცია და ეს ინფორმაცია არის გასარკვევი. მაგრამ როგორც უკვე გითხარით, სავარაუდოდ უარს გეტყვიან ქართული პლაგინების დაყენებაზე. ქართული პლაგინები არ ნიშნავს იმას, რომ მარტო საქართველოში მუშაობს. არა, ქართული პლაგინები ნიშნავს იმას, რომ ქართულ ბანკებთან მოსული არის სინქრონიზაციაში და ის გადახდები თქვენ რაც გექნებათ საიტზე დაყენებული, არ არის აუცილებელი მარტო საქართველოს მოსახლეობას შეეძლოს გადახდა დაუშვათ არა. მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან სადაც საერთაშორისო გადახდები მუშაობს, ჩვეულებრივად მუშაობს ეს პლაგინებიც. ხო, აი რაც შეეხება WordPress.org-ს, აი ზუსტად რაც თქვი რა, ამ შემთხვევაში დააყენებთ ამ პლაგინებს, რა თქმა უნდა ეს დამატებითი საფასური არის ეს პლაგინები. და დააყენებთ ამას, გააკეთებთ სინქრონიზაციას, რაც როგორც საჭირო არის სეტინგებს ტექნიკურად გამართავთ და ჩვეულებრივად მუშაობს საქართველოშიც და საქართველოს ფარგლებს გარეთ. Page builder-ებს რაც შეეხება, page builder-ები ორი სიტყვით რო თქვა თუ არის თვითონ აი ეს პლაგინები ის დანამატები საიტისთვის, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ ვიზუალი შევუცვალოთ ჩვენ საიტს, ეს სურათი იქნება, ტექსტი იქნება, ხო? სხვადასხვა არსებობს, სხვადასხვას თავისი პლუსები და მინუსები აქვს. უბრალოდ იმაზეა დამოკიდებული სინამდვილეში საბოლოოდ თქვენთვის რომელი უფრო მოსახერხებელი არის რა, თქვენთვის რომელი არის უფრო კარგი. WordPress.com-ის შემთხვევაში მხოლოდ გუტენბერგი არის გამოყენებადი, ესეც რა ვიცი, ცუდი არ არის, კარგია, მაგრამ მაინც როდესაც შეზღუდული ხართ და უშოთ კიდე სხვა page builder-ი გამოიყენოთ, მე მგონი ეს ამბავი არ მოგეწონებათ იმ ადამიანებს, ვისაც სხვა page builder-ის გამოყენება გინდათ. სადღაც შემხვდა ინფორმაცია, რომ აი ამ გუტენბერგის გარდა WordPress.com-ზე შესაძლებელი არის ელემენტორის გამოყენება. თუმცა ვერ ვიპოვე ოფიციალური წყარო, ვერც ელემენტორის საიტზე და ვერც WordPress.com-ის საიტზე ეს ინფორმაცია მე ვერ მოვიძიე და ამიტომ არ ვწერ ამ ელემენტორს აქ. ზუსტად ვიცი, რომ გუტენბერგთან მუშაობს, მაგრამ ელემენტორთან ინფორმაცია არ მაქვს და სხვებთან მით უმეტეს რა. უსაფრთხოება და განახლებები ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ნებისმიერი საიტი, რომელსაც დაამზადებთ თქვენ და ნებისმიერ სისტემაზე არ აქვს მნიშვნელობა, აი როგორც კომპიუტერს, როგორც ტელეფონს, ყველას ჭირდება უსაფრთხოებისთვის განახლება და სიჩქარის ოპტიმიზაციისთვის და ზოგადად უფრო კარგი წარმატებისთვის, ხო? WordPress.com-ის შემთხვევაში თქვენ არაფრის გაკეთება არ გჭირდებათ წესით და ეს კეთდება ყველაფერი ავტომატურად.
WordPress.org-ის შემთხვევაში აქ უკვე პასუხისმგებლობას იღებთ ყველაფერზე თქვენ თვითონ უნდა მიაქციოთ ყურადღება, თქვენ თვითონ უნდა განაახლოთ, თქვენ უნდა დაიცვათ და ყველაფერი. ვერ გეტყვით, რომ არ გამიხარდებოდა, რომ ავტომატურად კეთდებოდეს, მაგრამ რა სიზამე ხა თავისუფლება თუ გვინდა და თუ გვინდა უფრო მოხნილობა, რაღაცა პასუხისმგებლობაც უნდა ავიღოთ, ისე არ შეიძლება რომ ყველაფერი ავტომატურად კეთდებოდეს. ტექნიკური მხარდაჭერა. აქ უკვე საუბარი მაქვს, უკვე კონკრეტულად ვადარებ ხა WordPress.org-ი არაფერ შუაში არ არის ტექნიკურ მხარდაჭერასთან, თუმცა ვიტყვი იმას, რომ WordPress.com-ის ტექნიკური მხარდაჭერა მუშაობს და კი დაგეხმარებიან. WordPress.org-ის ტექნიკური მომსახურება როგორც ასეთი ვალდებულებას არ იღებს, რომ რაღაცა მოგემსახურებონ, მაგრამ არსებობს დიდი საზოგადოებები, აი თუნდაც საქართველოში გვაქვს რამდენიმე Facebook ჯგუფი, თუნდაც ეს YouTube არხი, სადაც ნახავთ თქვენ რჩევებს, რა ჯობია როგორ გაკეთდეს და რა ვიცი გიზგეთ კითხვაც დამისვათ და ანა აქან ჯგუფში მე ან ჯგუფის წევრები ვეცდებით რომ დაგეხმაროთ და გიპასუხოთ. არსებობს კიდევ სხვა საზოგადოებები WordPress-ის, სადაც ყველანაირი დეტალის განხილვა არის შესაძლებელი და გარდა ამისა თვითონ ჰოსტინგის ტექნიკური სამსახურიც რაღაცა დონეზე, რაღაცა ეტაპზე გაგიწერთ რა თქმა უნდა კონსულტაციას, ბოლოს და ბოლოს დაგაკვალიანებენ. ანუ ამ მხრივ ხა ტექნიკური მხარდაჭერის მხრივ ორივე პლატფორმას აქვს, ესე ვთქვათ, ჩვენგან კი. აქვე მინდა გაჩვენოთ ისევ, ესე იგი, ჩვენი online, ესე ვთქვათ, ეს YouTube არხი, რომელზეც ახლა ეს ვიდეო არის, აი ამ ვიდეოს გაგრძელება ფაქტიურად. და პრინციპში ამ ვიდეოს თავში რაც დავსვიკითხვა, იმაზე პასუხი არის, ოღონდ ეს პასუხი რა თქმა უნდა ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ეს პასუხი არის და მეხება მე ეს გადაწყვეტილება თქვენ თვითონ უნდა მიიღოთ, ისე როგორც მე მივიღე რამდენიმე რა ვიცი ალბათ რა გამოდის რომ უკვე 10 წლის წინ მივიღე ესეთი გადაწყვეტილება, რომ WordPress.org რაც აი ეს არის ჩემთვის უფრო მისაღები და ვიყენებ ამ პლატფორმას. აქვე არის სხვა დეტალები ამ ვიდეოში განხილული უკვე კონკრეტულად ამ მიმართულებით, თუ რატომ ვირჩევ მე მას, შეგიძლიათ ნახოთ ეს ვიდეო, შეიძლება საინტერესო იყოს თქვენთვის და სასარგებლოც. და მოკლედ გთხოვთ რომ გამოიწეროთ ეს არხი, მოიწონოთ ვიდეოები, გადმოხვიდეთ ჩემს Facebook community-ში, WordPress საზოგადოებაში და იქაც ვიაქტიუროთ, ვიმეგობროთ. წარმატებებს გისურვებთ.